ამ მოწყობილობის დაყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ორბურბლიან ტრანსპორტზე, მოტოციკლეტი, ველოსიპედი, სკუტერი და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც დაგჭირდებათ ელექტროკვებაა, ანუ თქვენი ტრანსპორტის USB პორტი 4.5 ვოლტით და 2.5 ამპერით. თუ ეგეც არ გაქვთ, არ არის პრობლემა, საერთოდ powerbank-ზე შესაძლებელია მისი დაერთება, რომელსაც ან ჯიბეში, ან სკუტერის წინა სათავსოში ჩაიდებთ. ეს powerbank-ი 8000-იანია და დაახლოებით 8 საათიანი მოხმარების შემდეგ ერთი ნათურით ჩამოსტენილი სრულ მუხტს. შეგიძლიათ პირდაპირ აკუმულატორზე დასვათ, რისთვისაც განსხვავებული კაბელი მოყვება. ბუნებრივია, ეს პროცედურა ძალიან მარტივი არის, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას და არ იქნება საჭირო დამატებით ხელოსანთან მისვლა და ასე შემდეგ. ამ ეკრანის ზომა 7 ინჩია, რაც სკუტერებისთვის, სამოგზაურო მოტოებისთვისაც იდეალურია, სპორტული მოტოებისთვის ჩემი აზრით ძალიან დიდია. და სწორედ ამიტომ არსებობს CarPlay-ის იგივე მოდელი 5 ინჩიანი ეკრანი. აქ ხედავთ ყველაფერს, რაც თქვენი მობილურის ეკრანზე ხდება, ხოლო ეს მოწყობილობა თავად შესაძლოა დაუკავშირდეს ორ Bluetooth გარნიტურას. ამ შემთხვევაში დაკონექტებული გვაქვს ყურსასმენი, რომელიც ჩემი ნოლანის ჩაფხუტშია ჩასმული, რომელიც შემოსულ ზარებს უპასუხებს, რადგან ის პირველ ადგილზე, მეორე ადგილზე შესაძლოა ჩაჯდეს როგორც ჩაფხუტის გარნიტურები, ასევე სხვა Bluetooth ყურსასმენები, Samsung-ის, Apple-ის და ასე შემდეგ.